დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმის გზას ადგა. ვიღაცამ უთხრა მას. უფალო, ნუ თუ ცოტანი გადარჩებიან. მან კი უთხრა მათ. იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან, რადგან გეუბნებით მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. როდესაც სახლის პატრონი წამოდგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ გარეთ მდგომნი დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით, ბატონო, ბატონო, გაგვიღე, მაგრამ ის პასუხად გეტყვით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს, შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი. მაგრამ ის გეტყვით, გეუბნებით არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო. იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს და ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თქვენ თავს კი გარეთ განდევნილებს. მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში. და ჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან. ამ დროს მოვიდა ზოგი ფარისეველთაგანი და უთხრა. წადი, გაეცალი აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკლა უნდა. მან უთხრა მათ. წადით და უთხარით იმ მელას. აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ. მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს. იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა. რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ. აჰა, სახლი ოხრად გრჩებათ, გეუბნებით, ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი.